ძვირფასო ტყუპებო, ეს კვირა იქნება დრო, როცა თქვენი გონება და გული ერთმანეთს დაუკავშირდებიან. ვარსკვლავები გიბიძგებენ, რომ სერიოზულად დაფიქრდეთ თქვენს მიზნებზე. ჩვენ ვიხილავთ როგორც შესაძლებლობების, ისე მცირე გამოცდების პერიოდს, თუმცა თქვენ, როგორც მოქნილი და მრავალმხრივი ნიშანი, ყველაფერს ლამაზად გაუმკლავდებით. სიყვარული და ურთიერთობები. ამ კვირაში ვენერა თქვენს კომუნიკაციის ზონაშია და გეხმარებათ, რომ სიტყვებითა და გულწრფელი ემოციებით შეინარჩუნოთ ან გაამყაროთ ახლობელი ურთიერთობები. გელოდებათ განსაკუთრებით საინტერესო შეხვედრა 12-14 აგვისტოს პერიოდში. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც თითქოს შემთხვევით შემოვა თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ შეგრძნება გექნებათ, რომ უკვე დიდი ხანია იცნობთ. დაქორწინებულ ან ურთიერთობაში მყოფ ტყუპებს კი ემოციური ტალღები ელით. შეიძლება პარტნიორთან საუბარი რთული იყოს, მაგრამ თუ გულს გახსნით და სიტყვებს ფრთხილად შეარჩევთ, სიტუაცია პოზიტიურად განვითარდება. კვირის ბოლოს თქვენი სიყვარულის ენა იქნება მზრუნველობა. მზად იქნებით, რომ სხვას დაუთმოთ დრო და ყურადღება, თუნდაც საკუთარ გეგმებზე უარი თქვათ. კარიერა და სწავლა. კვირის დასაწყისში მერკური გაძლევს სწრაფაზროვნებასა და მოქნილ რეაგირებას. იდეები, რომლებსაც ამ დღეებში ჩაიწერთ, მომავალში დიდ წარმატებას მოგიტანთ. შესაძლოა შემოგთავაზონ ახალი პროექტი ან თანამშრომლობა, მაგრამ 14 აგვისტოს ყურადღებით შეამოწმეთ პირობები, რათა არ გამოგეპაროთ მნიშვნელოვანი დეტალები. სტუდენტებისთვის ან ახალი ცოდნის მაძიებლებისთვის ეს შესანიშნავი პერიოდია კრეატიული მიმართულებით სწავლის დასაწყებად. მუსიკა, ხელოვნება, უცხო ენები განსაკუთრებით კარგად დაჯდება ამ ენერგიაში. შუა კვირაში სამსახურში ან სწავლაში მოულოდნელი სიურპრიზი შეიძლება იყოს, კარგი ამბავი, რომელსაც არ ელოდით. ფინანსები. ფინანსურად ეს კვირა შედარებით სტაბილურია, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ იმპულსურ ხარჯებზე. შეიძლება მოგინდეთ ისეთი ნივთის ყიდვა, რაც უბრალოდ ემოციურად მოგწონთ, მაგრამ რეალურად არ გჭირდებათ. თუ ბიზნესში ხართ, 12 და 17 აგვისტო იქნება განსაკუთრებით კარგი შეთანხმებებისა და მცირე მოგების დღე. შესაძლოა კვირის ბოლოს მიიღოთ თანხაწარსული პროექტიდან ან ვალი, რომელსაც დიდი ხანია ელოდებოდით. ჯანმრთელობა და ენერგია. ენერგია კვირის დასაწყისში ძალიან მაღალია, მაგრამ 16 აგვისტოს მთვარის ემოციური ზეგავლენა გაგხდით უფრო მგრძნობიარეთ. ამის გამო ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ემოციურ ბალანსს. ძილი და მსუბუქი ფიზიკური აქტივობა იქნება თქვენი საუკეთესო მეგობარი. იოგა, სუფთა ჰაერზე გასეირნება ან ცეკვა დიდად დაგეხმარებათ. კვირის ბოლოს შეიძლება მოგინდეთ დრო საკუთარ თავთან. ეს ნორმალურია, რადგან თქვენს გონებასაც და გულსაც სჭირდება გადატვირთვა. კვირის რჩევა: იყავით ღია, მაგრამ არა უმციკლოდ, შეინარჩუნეთ საზღვრები და დაიცავით საკუთარი ემოციური სივრცე. ტყუპებო, გახსოვდეთ, ცვლილებები ყოველთვის ახალი შესაძლებლობების დასაწყისია. ნუ შეგეშინდებათ მოულოდნელობების, რადგან ხშირად სწორედ ისინი გვაჩვენებენ გზას, რომელიც ბედნიერებამდე მიგვიყვანს. დაწერეთ კომენტარებში, მზად ვარ ცვლილებებისთვის და ვარსკვლავები თქვენს მხარეს იქნებიან. ბედნიერ და წარმატებულ კვირას გისურვებთ.